ქართულ ოცნებას ნამდვილად ჰქონდა იმის შანსი, რომ დაერწმუნებია ევროპის საბჭოს დელეგაცია იმაში, რასთან დაკავშირებითაც გამუდმებით ამბობენ, რომ სიმართლე მათ მხარეს არის, თუმცა როგორც ჩანს ქართულმა ოცნებამ ეს შანსი ვერ გამოიყენა, ხელიდან გაუშვა და ვერაფერში ვერ დაარწმუნა პასეს დელეგაციის წევრები, ვინაიდან გუშინ საკმაოდ კრიტიკული შეფასებები გამოქვეყნდა ამ შეხვედრების შემდეგ, ამიტომაც როგორც ჩანს ქართულ ოცნებას ახლა სხვა გზა აღარ დარჩა და აკრიტიკებენ დელეგაციის წევრებს. მეტიც ამბობენ იმას, რაც აქამდეც კი არ უთქვამთ, მაგალითად იმას, რომ თითქოს შეხვედრებზე ცინიკური კომენტარები ისმოდა აქ-იქ პასეს დელეგაციის წევრების მხრიდან და ქართული ოცნება ირწმუნება თითქოს დელეგაციას თავიდანვე განსაზღვრული ჰქონდა, რომ მათ არ უნდა მიეღოთ მხედველობაში ქართული ოცნების არც ერთი არგუმენტი და ის მკაცრი შეფასებები, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, იყო წინასწარ დაწერილი ტექსტი. ოცნების წევრები ასევე ამბობენ, რომ თითქოს რევოლუციის დაცვლებების მოხდენა უნდათ ბრიუსელის წარმომადგენლებს საქართველოში, ასევე ყურადღება გაამახვილეს იმ საკითხთან დაკავშირებითაც, რომ არ უნდა სწუხდნენ დელეგაციის წევრები იმაზე, რომ მათ არ მიეცათ მზია ამაღლობელის ნახვის შესაძლებლობა, ვინაიდან ქართული ოცნება აცხადებს, რომ მზია ამაღლობელს არაფერი განსაკუთრებული სტატუსი არ აქვს, რომ ვინმე მისი მონახულებით დაინტერესდეს. თუ იგივე უნდა გაემეორებინათ, რაც თქვათ პასეს ზოგიერთ პოლიტიკოსი იმეორებს ხოლმე, რა აზრი ქონდა მაშინ მათ ჩამოსვლას. ჩვენ ვხედავთ იმ პრობლემებს, რომელთაც წყარო სამწუხაროდ ისევ მათსავე დედაქალაქებში მიდის ხოლმე. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი მოსასმენად და რაიმეს გასათვალისწინებლად იყვნენ ჩამოსულები, როგორც ჩანს. ამიტომ აქ იმაზე არ არის, რომ ალბათ იმიტომ, რომ ისევ ლეგიტიმაცია მიეცათ საკუთარი უბრალოდ მანამდე პასეს მიერ გაკეთებულ განცხადებებისთვის. ვერ გეტყვით, თავად კითხეთ, გარკვეული კომენტარები, ცინიკური კომენტარები, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ჰქონდათ ხოლმე, შეიძლება გვეფიქრა, რომ ასეც იქნებოდა. შეხვედრა ვერ იქნება ცალმხრივი. მაშინ უბრალოდ ჩავწერ ვიდეოს და გავუგზავნე და მაშინ უყურონ ამ ვიდეოს, ხო? ჩვენ მაინც ვზად ვართ ამ რეჟიმში გავაგრძელოთ კიდევ ერთხელ იმისთვისაც ვზად ვართ, რომ ჩაუწეროთ ვიდეოები და გავუგზავნოთ, თუ მათ დამატებითი ინფორმაცია ჭირდება თანხმრივ. ეს დასკვნა დაწერილია, ისინი სანამ თქვენ შეგხვდებიან, თქვენთან შეხვედრის დასკვნა უკვე დაწერილი. ამას ვასაბუთოთ ყოველ ფეხის ნაბიჯზე. ისინი მხოლოდ ნარატივებით მოქმედებენ გამოგონილი. ისინი მხოლოდ ახმებზე დაფუძნებულ იდეებს ემსახურებიან. არის ისევ რაღაც პოლიტიკური ნარატივი, ყოველგვარი საბუთების გარეშე, ამობენ რომ არ მომწონს, ასე ჩვენ არავის არ დაველაპარაკეთ. ამოცანა აქვთ, რომ ამ ეს ქვეყანა აურიონ და მოახდინონ რევოლუცია. საქმე ის არის, რომ ეს დასკვნა დაწერილია და მე მონაცემები რა არის იმის წინაპირობა, ეს არავის არ აინტერესებს. რატომ უნდა შესვლა მზია ამაღლობელთან და რატო არ უნდა სხვა მსჯავრდებულებთან შესვლა? მაგალითად, სხვა ისეთი ნაკლებად ცნობილი მსჯავრდებულების მონახულება. რატომ უნდათ? რა სჭირდებოდათ? ვინ არის მზია ამაღლობელი? ვინ არის? ხო, რა ნიშნით უნდათ? რა ნიშნით უნდათ მონახულება მზია ამაღლობელი? ის ძალები, რომლებიც ცდილობენ, რომ მზია ამაღლობელი, რომელმაც სამართალდამცველს სილა გააწნა სახეში და კონკრეტული დანაშაული ჩაიდინა, ცდილობენ გმირად წარმოაჩინონ. საქართველოში დიქტატურის საფრთხეა გაუქმდეს კანონები და შეშფოთებას გამოხატავენ ევროპული საბჭოს დელეგაციის წევრები პოლიტიკოსების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის გამო. ეს შეფასებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც ქართული ოცნების არაერთ წევრს შეხვდა პასეს დელეგაცია საქართველოში, თუმცა შეხვედრების შემდეგ მათი შეფასებები არის ძალიან კრიტიკული, სწორედ ამიტომაც დღეს მთელი დღის განმავლობაში ამ კრიტიკას ისევ კრიტიკით პასუხობს ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდი.